ცნობილი ტელესახეები უსაფრთხო სკოლის პროგრამაში ჩაერთნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსთავი, ორი იმედისა და რეგიონ TV ჟურნალისტები დღეს თბილისის რამდენიმე სკოლაში მანდატურის ამპლუაში წარსდნენ. რასწყობიან მანდატურული გამოცდილების შესახებ პროექტის მონაწილეები და როგორ აფასებენ ჟურნალისტთა მანდატურობას მათი კოლეგები, ნახეთ ქეთი ფარცხალაძის სიუჟეტში. საქმე ასწავლოს კარგად. ასაც ნატო მასწავლებელი აკეთებს როგორც და მანდატური არის ადამიანი, რომელიც განაშაულის წინასწარ აღკვეთას ახორციელებს. განათლების მინისტრის მოადგილე მოსწავლეებთან კიდევ ერთხელ გამიჯნავს მასწავლებლისა და მანდატურის ფუნქციებს. ამჯერად განსაკუთრებული მანდატურების თანდასწრებით. ტელეწამყვანებმა, ჟურნალისტებმა, იუმორისტებმა და ტელევიზიის ტოპ-მენეჯერმა სპეციალური ფორმა ჩაიცვეს და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაიწყეს. ტელესახეები ერთი დღით მანდატურები გახდნენ. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჯერ ერთი მომეცა ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება. და მეორე კიდე რომ დავინახე, რაც მთავარია მაგათი დამოკიდებულება, იმდანაც გულწრფელი იყო. იმდანაც დადებითი მუხტი მოდიოდა, რომ მე თვითონ ძალიან კმაყოფილი ვიყავი დღევანდელი სამუშაო დღით, როგორც მანდატური ჯოჯოა. მესმის რომ ესეთი რეაქციები არ არის ახლა მანდატურების გამოჩენაზე ყოველ დღე სკოლებში, მაგრამ მართლა ძალიან რთულია ამდენ ბავშვთან მუშაობა და ალბათ დასაფასებელი არის რაღაცა კუთხით ამ ადამიანების საქმე და საპასუხისმგებლოა ძალიან. ჩვენ რაღაცა ერთგვარად შევედით ამ როლში. კურიოზი ის იყო, რომ მე მართლა ესეთი მანდატური ვეგონებ ბავშვებს, ეგონა თუ მე გადმოვედი და დავიწყე მუშაობა ამ სკოლაში მანდატურა და გაკვირვებულები იყურებოდნენ და უხაროდათ, მაგრამ მე რომ გაიგოს ერთდღიანი პროფესია მქონდა, ну ცოტა არ იყოს ეწყინა. უამრავნაირი თქვა აზრი არსებობს, ხო? თქვა იგივე ტელევიზიის მეშვეობითაც ვაშუქებთ ამ ფაქტს, ამ სიახლესაც ვაშუქებდი და საინტერესო იყო ჩვენთვის გვენახა თუ რას წარმოადგენს უშუალოდ თითო დღე, ხო? სამუშაო ჩვენთვის შემოთავაზეს და თოვეს ძალიან ისე სიხარული დავთანხმდი. მედია წარმომადგენლების ასეთი გარდასახვის მიზნად განათლების სამინისტრო მანდატურთა ინსტიტუტის პოპულარიზაცია დაასახელა. სამინისტროს მიზნისთვის ჟურნალისტების გამოყენება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად შეფასდა სხვა კოლეგა ჟურნალისტების მხრიდან. მედია ექსპერტები სახელმწიფო სტრუქტურის პოპულარიზაციაში მედიის ჩართვას პროპაგანდად და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად აფასებენ. და ვიდრე მანდატურთა ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებრივი აზრი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ცნობილი სახეების მხრიდან ღია მხარდაჭერას ნაადრევად მიიჩნევენ. შესაძლებელია ამ პროექტს, ამ პროგრამას ჭირდება პოპულარიზაცია, მაგრამ სანამ ვინმე გადადგამს ამ ნაბიჯს, რომ რაღაცის პოპულარიზაციის სქემაში ჩაერთვება, მანამ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს არის სწორი პროცესი. რაც შეეხება ჟურნალისტებს ეს საერთოდ არ ეხებათ. ჟურნალისტების საქმე არ არის პროპაგანდა, აგიტაცია და პოპულარიზაცია, თუნდაც ისეთი პრობლემური საკითხის, როგორც არის უსაფრთხო სკოლა. ეთიკური ნორმების დარღვევა ზოგადად არის ძალიან ცალსახა და თვალსაჩინო ჩემთვის, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ იმისაც ზოგადად, რომ ჟურნალისტმა თუნდაც ძალიან კეთილშობილური მიზნებით, მაგრამ თავი გაასაღოს სხვა პროფესიის წარმომადგენლად. ეს არის საკუთარი პროფესიის უპატივცემულობა და როდესაც მოქალაქისთვის ძალიან ძნელია ზღვარი გაავლოს პოლიციელსა და ჟურნალისტს, მანდატურსა და ჟურნალისტს, ექიმსა და ჟურნალისტს შორის, მე მგონი, რომ ეს ორივე პროფესიას დადებით შედეგებს არ მოუტანს. ხო, შეიძლება ისინი წავიდნენ ექიმებად, ზეგ შეიძლება წავიდნენ კონდუქტორებად ჩვენს ავტობუსებში ან მეტროში და ასე შემდგომ. სად დაჭირდება იმ ეტაპზე, იმ კონკრეტულ დროს, იმ კონკრეტულ ადგილას სახელმწიფოს აი ესეთი პროპაგანდისტული ტრიუკი. დღეს ის დაჭირდა სკოლაში, დაჭირდა მანდატურების სახით, იმიტომ რომ ყველაზე სერიოზული პრობლემა დღეს აქ აქვს ხელისუფლებას. სკოლებში დღეს ცნობილი მანდატურების მიმართ მოსწავლეების დამოკიდებულება ცალსახა იყო, მხოლოდ დადებითი. თუმცა მანდატურების მიმართ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ახალი ინსტიტუტი დადებით შეფასებასთან ერთად ჯერ კიდევ კრიტიკის ობიექტია.